მშვიდი გარემო ჩვენი ცოდნის დადასტურებისთვის და კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა არ გაგვჭირვებია. ასე აფასებენ პირველ საგამოცდო დღეს აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა ჩააბარეს და ახლა პირველ შთაბეჭდილებებზე თანატოლებსა და სპექტრს უყვებიან. დრო გქონდა საკმარისი მეტი. გააჩნია ბავშვის მუშაობას, მაგრამ 3 საათი ნამდვილად კარგი დრო არის იმისთვის, რომ შენი შესაძლებლობები გამოავლინო. ადგილს რაც შეეხება, გარემო იყო ძალიან მშვიდი, დამკვირვებლებით ძალიან კარგი შემხვდა და ხელი არაფერში არ გვეშლებოდა, ვიყავით ისე, როგორც მასწავლებლებთან მეცადინეობთ ხოლმე და არაფერი, არც ეწოლა, არც როგორ თქვა, რაიმე ისეთი არ მოხდარა, რომ ბავშვმა შეიძლება ინერვიულოს და ძალიან თავისუფალი გარემო იყო. რა ვიცი, მშვიდი და წყნარი. დავალებები ჩემი აზრით ძალიან რთული არ იყო. ყველაფერი მოდის, რაც მასწავლი გვაქვს და ბავშვია დამოკიდებული ეგეც. რომ თვითონ როგორ დაწეს და როგორ მიიღებს. ჩემი აზრით ძალიან რთული არ ყოფილა. რომ უკვე მასწავლებთან ნამიცადინები გქონა ამაზე, ნაწავი გქონა ყველაფერი და მე არ გამიჭირდა. გარემო მართლაც რომ ძალიან კარგი იყო. აი ყველანაირი კომფორტია შექმნილი აბიტურიენტისთვის და აც უკვე სტუდენტისთვის. იმაზე მეტი ვიცოდით ვიდრე უნდა გჭირდა. მე მაგალითად უფრო რთულისთვის ვიყავი მომზადებული და ფიქრობდი რომ უფრო რთული მოვიდოდა და ისე სხვა შორის დროს რო დავაკვირდეთ არც თუ ისე ჩქარა გადის რომ აი თავიდან რო ააკეთებ რედაქტირებას მარტივად კეთდება ყველაფერი და აი თემაში უკვე ფიქრში და გადატანაში ცოტა დრო შეიძლება გაგეპაროს. ბევრი ადრე გავიდა, ბევრსაც შეიძლება ზოგიერთს დააკლდა. მე საშუალოდ ვიყავი, ასე 10 წუთი მაინც მომჩა და სხვა შორის არ ვარ ცუდად განწყობილი ამ გამოცდებისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია რომ პირველი ვარიანტი შემختარა. დროსაც შეეხება დრო 9 საათი მომჩა, მაგრამ მან არ გამოვედი. მაინც დავისვენე და შემდეგ უკვე დასვენებულ გონებაზე კიდე გადავავლე ერთხელ თვალი და უფრო დავწმუნდი რომ პასუხები სწორად ქონდა გაცემული. სირთულესაც შეეხება, ჩემი აზრით არ იყო რთული, ჩემი განმოსახედიდან მე არ გამირთულდა, რადგან უფრო რთულს ვაკეთებდით, უფრო კარგად ვიყავით მომზადებული ელისო მასწავლებელთან და ასისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას. ჩვეულებრივ მოვლენა ეხლა ხელვა, მაგრამ როდესაც შევედი გამოცდაზე ყველანაირი ენერგიულობა მომეხსნა და ინფორმაცია თავისით წამოვიდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების 3 ივლისს დაიწყო და 22 ივლისამდე გაგრძელდება, როცა აბიტურიენტებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. გამორჩეულად კეთილშობილი ადამიანი იყო, ძალიან თბილი, ღვთისმოშიში. მის ყველა ქმედებაში იგრძნობოდა, რომ ძალიან დიდი რწმენა ჰქონდა უფლის და ამბობდა კიდევაც, რომ აპოკალიფსი არ იქნება თუ ჩვენ დიდი სიყვარულით ვიცხოვრებთ. მისი საფლავის ქვასაც ასეთი წარწერა აქვს, კეთილი კაცი და ერთ-ერთი კეთილი კი რომ უკეთილშობილესი ადამიანი იყო, არა მხოლოდ რეჟისორებს შორის. ყოველდღიურად გვიქადაგებდა სულ სიყვარულზე, ეს ეტყობოდა ყოველდღიურ ურთიერთობაში. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად დამაკლდა, იმიტომ რომ პანდემიის პერიოდშიდაც უკვე მე როგორც სხვა კუთხით მიწევდა ხოლმე ურთიერთობა და რაღაცნაირი სინანული მომყვება, რომ იმ ცოტა რთულ ეპოქაში ასეთი ფორმით გარდაიცვალა COVID პანდემიის დროს და რა ვიცი, ნათელი მისულს და მის ოჯახს უსურვებ დიდხანს გააგრძელონ მისი დატოვებული საქმე, ბევრი სასიკათო საქმე აკეთოთ მის სახელზე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ერმალო მაღრაძის სახელი დიდხანს ემასწორებათ არა მხოლოდ ჩვენს ქალაქში, ალბათ მთელს ქვეყანაში. ერმალო ჩემთვის იყო ძალიან დიდი სიყვარული. მეუღლე, მეგობარი, არ ვიცი. აი ერმალო რომ სახში იყო, მე ისე მიხაროდა სახში მოსვლა, როგორც აი კარგ სპექტაკლზე, კარგ ფილმზე. არ ვიცი, იმის შემდეგ ჩემი გული არის ცარიელი, მაგრამ ვცდილობ გავაგრძელო ცხოვრება, იმიტომ რომ აცხონო მისი სული და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. გადავწყვიტე აი ეს მემორიალური დაფა გამეკეთებინა, დიდხანს ცოტა დამიგვიადა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მოვახერხე და დღეს ვარ ძალიან ბედნიერი. ასე მგონია აქ ტრიალებს ერმალოს სული და ჩემ შემდეგ დარჩება. წარწერა რომ იყო მართლაც დიდი ადამიანი. ყოველთვის აი ყველა რო სიყვარულით იხსენებს, ეს არის მისი ხსოვნა და ალბათ ძალიან ბედნიერია იმქონა და იხარებს, იმიტომ რომ ეს სულ ველაპარაკები, როგორც ცოცხალს, ისე და დღევანდელ დღეზეც ყველაფერს მოუყვები. ინტერვიუში მისმა პროდიუსერმა კითხა, ორი სიტყვით როგორ დაახასიათებდით თქვენ თავსო და
გაჩერდა და უბრალოდ კეთილი კაცია და მართლაც მე მგონი ერმალოს მე მოსიარულეს სიკეთეს ვეძახდი იმდენად კეთილი და კარგი. დღეს გაიხსნა ბატონი ერმალოს ბარელიეფი და ამით ყველანი ამაყები ვართ, იმიტომ რომ ის იყო ყველა თაობისთვის საყვარელი ადამიანი. მისი სახელი და გვარის გაგონება ჩვენთვის ყოველთვის ამაღელვებელი იყო და ვცდილობდით რომ იდეები, პროექტები აგვეტაცებინა ახალგაზრდებსაც და ყოველთვის სიხარულით ვიღებდით ამ ყველაფერში მონაწილეობას. დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ქალბატონ მანანას ვუსურვებ კიდევ დიდ წარმატებას და ამით მან მისი სახელი ასე ვთქვათ უკტავყო და ეს ისედაც ასეთ იყო და მოსალოდნელიც იყო. მე ძალიან დიდი სიყვარულით ვიხსენებ ერმალო მაღრაძეს, იმიტომ რომ მე ერმალო მაღრაძესთან მაკავშირებს წარსული, რა თქმა უნდა. ერმალოც თეატრში ახალგაზრდობიდან თეატრში იყო და მე თეატრში გავიზარდე. შემდეგ ძალიან მიხაროდა რომ ერმალოს წარმატებები ძალიან მიხაროდა. ერმალო იყო არის კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს და არა მარტო ქალაქს. ერმალო დააკლდა მეგობრებს. ერმალო იყო ძალიან უშუალო ადამიანი, რომელსაც უნდა ხელოვნებაში ჩაედო მთელი სული და გული. და მანანასთან ერთად ერმალო და მანანა მოგეხსენებათ, რომ ღვთის წინაშე ქალი და მამაკაცი ერთია, ცოლი და ქმარი ერთიან და მართლაც ერთიანად მთელი სისრულით ემსახურებოდნენ ისინი ხელოვნებას. ადამიანი, როდესაც მიდის ამ ქვეყნიდან და რჩება ისეთი პატრონი, როგორიც არის მანანა, მისი მეუღლე, ეს არის დიდი ბედნიერება. მანანამ უკტავყო ერმალოს სახელი და ჩვენც მისი თანამედროვენი და ახალგაზრდა თაობა ალბათ დიდხანს დაიმახსოვრებს ერმალო მაღრაძის სახელს, რომელიც იყო ძალიან უშუალო, ხელოვნებაზე შეყვარებული და როგორც შეაქვეყნეს კეთილი კაცი. ჩვენ ქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა და მეგობრობა. უამრავი რამ მახსენდება. უამრავი რამ მახსენდება ისეთი იუმორის მხრივ თვალსაზრისით, ისედაც მეგობრული თვალსაზრისით, აი ყველანაირად რომ ამ ადამიანთან მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა და რა შემიძლია ვთქვა რომ წლების შემდეგ გავიდა რამოდენიმე წელი და ერმალო მაღრაძეს ასე ეხსენებს ხალხი და ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი პროფესიის, ნებისმიერი დღეს ახალგაზრდებსაც რომ უთხრა ისე კარგად და ლამაზად ახსენდებათ ახალგაზრდებს და იხსენებენ ყველას ღიმილი სახეზე აქვს და ეს არის ჩემთვის ძალიან კარგი და დამახასიათებელი იმისა რომ ერმალო მაღრაძე არსებობს დღეს და მით უმეტეს მისი მეუღლე ქალბატონი მანანა დღესდღეობით მიყვება ძალიან კარგად ამ ყველაფერს და მის ოჯახს, როგორც აი ახლა აქ უყურებთ, ამ სახლში ცხოვრობს კინორეჟისორი ერმალო მაღრაძე, ეს არის ერმალო მაღრაძის ოჯახი, რომელსაც ნატრობდა ყოველთვის და მოესწრო, მაგრამ ბოლომდე ამ ყველაფერს ვერ შეესწრო და ხარობს ალბათ იმ ქვეყნად მისი სული. რეგიონებში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტები ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ბენეფიციარებს ასევე დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამის გაფართოების შედეგად ყველა პაციენტს საჭირო მკურნალობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ექნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს. ამასთან ბენეფიციარებსა და მათ ოჯახებს მნიშვნელოვანი ფინანსური წნეხისგან გაათავისუფლებს. ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერისთვის მკურნალობის მონიტორინგისა და მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით პაციენტებს საჭიროების მიხედვით უფასოდ ჩაუტარდებათ თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები. პროგრამაში ჩასართავად პაციენტმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, წარმოადგინოს ფორმა 100 და პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება აფთიაქიდან გაიტანოს კუთვნილი მედიკამენტი, სამედიცინო სერვისებისთვის კი მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკულ პროგრესირებად დაავადებას წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა ფუნქციის შეზღუდვას იწვევს. მკურნალობა კი აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.
მორიგი სასიხარულო სიახლე გვაქვს ჯანდაცვის სისტემაში, პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებს სახელმწიფო სისტემაში, მას ემატება ისეთი კომპონენტი, მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიც არის გაფანტული სკლეროზით მკურნალობა. ამ თვალსაზრისით უნდა ითქვას, რომ დღემდე საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლები იყვნენ ამ სერვისის დაფინანსების გარეშე და შესაბამისად საბედნიეროდ გვაქვს შესაძლებლობა დღეს სრულად უზრუნველყოთ ის საჭიროებები, რომელიც ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს გააჩნიათ. გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო აფინანსებს ძვირადღირებულ სპეციფიკურ მედიკამენტებს, მაღალტექნოლოგიურ MRT კვლევებს და სამედიცინო მომსახურებას. ამ პროგრამაში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეძლო ჯამრთელად თუნდაც სოციუმში მოხვედრა, თუნდაც სამსახურში შეძლო მუშაობა, ანუ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია, ფინანსურად იმდენად რთულია ადამიანისთვის, ჩვეულებრივი ადამიანისთვის იმდენად რთულია, რომ შეძლო და შენ თვითონ მიიღო ეს მედიკამენტი, რომ ეხლა ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი, ძალიან სიცოცხლე, რომ შევინარჩუნო, ამისთვის მჭირდება.